დღეს საინტერესო თემით განვაგრძობთ გადაცემას. საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. რას ითვალისწინებს ეს კონცეფცია და როგორ მოხდება რეგიონის განვითარება? საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე არის ჩვენი სტუმარი, რომლის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საქმიან დილის შეკითხვებს უპასუხებს ასევე BDO-ს მმართველი პარტნიორი ვანო ჟუჟნაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვანო, მოგესალმებით ბატონ დავით და დავიწყებთ თქვენგან. თქვენ უკვე გაქვთ სრულყოფილი კონცეფცია, რომელიც დაიდო კვლევის შედეგად. ბატონ დავით, რას გულისხმობს ეს კონცეფცია და არის თუ არა იმის რესურსი, რომ უკვე დღეიდან დაიწყოს ამ ყველაფრის განხორციელება? დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ მომეწით საშუალება ამ ძალიან სერიოზულ თემაზე ვესაუბროთ ჩვენ მაყურებელს. ბუნებრივია როცა ნებისმიერ საქმეს იწყებ, როცა გეგმავს თუ როგორ გინდა განავითარო თუნდაც რეგიონი, უნდა პირველ რიგში შეისწავლო რა პოტენციალი გააჩნია, რა არის ძირითადი მახასიათებლები, რა პერსპექტივა ელის იმ ბიზნეს პროექტებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ რეგიონში და სწორედ ამიტომ საპარტნიორო ფონდმა დაუკვეთა საერთაშორისო საკმაოდ ცნობილ საკონსულტაციო კომპანიას BDO-ს, რომლის წარმომადგენლიც კარგია რომ დღეს იქნება ეთერში. რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია. ზოგადად მინდა გითხრათ ჩვენი მსმენელის დაყურებლის გასაგონად, რომ აქ მხოლოდ ტურისტულ თემებზეა ძირითადად გამახვილებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კიდევ ძალიან ბევრი სერიოზული პოტენციალია რაჭაში, ეს იქნება ბუნებრივი რესურსები, ეს იქნება ზოგადად წარმოება, მეღვინეობა, მეხილეობა თუ სხვა, მაგრამ ჩვენ ახლა დღეს უფრო ტურიზმის სფეროზე ვისაუბრებთ. საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, მე ახლა ამ დოკუმენტის ერთი ნაწილი აი აქ მოხდელში, რომელშიც წარმოდგენილია ძირითადად მახასიათებლები, ეკონომიკური მაჩვენებლები, სტატისტიკა, პოტენციური შეფასება რეგიონის და აქცენტები თუ სად ლოკალურად რომელ წერტილებში შეიძლება იყოს ყველაზე მეტად აქცენტირებული ტურიზმის გამახვილება. ბატონო დავით, მინდა კითხოთ, მე რაჭასთან დაკავშირებით საკუთარი პირადი სენტიმენტების გამოჩნდა, ამიტომ მოვუწევთ ველოდი ზოგადად ამ კვლევის დასრულებას და შედეგების პრეზენტაციას, ასე ვთქვათ. ბატონო დავით, მინდა კითხოთ, სახელმწიფო და კერძო სექტორი, აქ არის გამიჯნული როლები, როგორც ვიცი და აქ არის კონკრეტულ თანხებზე საუბარი. აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, იგივე წყალგაყვანილობაზე, იგივე გაზის მიმართულებით ბუნებრივ აირზე. როგორია სახელმწიფოს როლი და როგორ მოხდება კერძო სექტორის დაინტერესება, თუ არის კვლევაში ამოსული? თქვენ ახლა გარკვეულად დახვდომი გააკეთეთ იმასთან დაკავშირებით, სადაც მევიდოდა საუბარი, რომ საბოლოო ჯამში აბსოლუტურად სწორად ბრძანდებით, ჩვენ მაქამდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ სუფთა ისეთი ბიზნესის გაგებით საკმაოდ რთულია მაღალი რენტაბელობის ბიზნესის დაწყება რაჭაში, იმიტომ რომ იქ სერიოზული ხარჯები არსებობს, თუნდაც ტერიტორიული სიშორე, თუნდაც ინფრასტრუქტურის არ თუ ისე კარგი განვითარება, როგორიც არსებობს, მუშახელის ვთქვათ ნაკლებობა, პროფესიონალების ნაკლები არსებობა რეგიონში და ასე შემდეგ. ამიტომ სწორედ ძალიან დიდია როლი სახელმწიფოსი იმისთვის, რომ გარკვეულად მიეხმაროს კერძო სექტორს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს, გარკვეული ფუნქციები და ვალდებულებები აიღოს თავის თავზე, რაზეც ჩვენ ბრძანებდით. ამიტომ ის დარჩა, რომელსაც BDO აკეთებს, ერთ-ერთი დასვლის ერთ-ერთი პუნქტი სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ თუ ქვეყანას უნდა ამ რეგიონის განვითარება და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უნდა, ეს თქვენი არ იყოს გარკვეული განსხვავებული სენტიმენტალური გზობები მაკავშირებს ამ რეგიონის მიმართ. დეპუტატი ვიყავ ყველაფერს თავი დავანებოთ 4 წლის განმავლობაში მეონის რაიონის. სწორედ სახელმწიფომ იქ სპეციალური პროექტები, პროგრამები უნდა გააკეთოს და ეგრეთ წოდებული PPP პროექტები, რომელიც არის კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის, ალბათ კაი მაგალითი უნდა იყოს სწორედ რაჭა. გასაგებია, ბატონ დავით, ამ დასკვნამდე მივედით იმ დასკვნის შედეგად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რაჭა თავისი უდიდესი პოტენციური შესაძლებლობების, უდიდესი ტურისტული პოტენციალით, უდიდესი თქვათ ინტერესით, ბუნების შესანიშნავი სილამაზით, მაინც ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია. გესახმებით ბატონ დავით, აუცილებლად დაგიბრუნდებით, დარჩით ჩვენთან ერთად. მე ახლა შეკითხვით გადავალ ბატონ ვანოსთან. ბატონ ვანო, ძალიან საინტერესო და ამავე დროს რთული სამუშაო იქნებოდა ალბათ, რაც BDO-მ გასწია. ჩვენ ვიცით რა შესაძლებლობები აქვს რაჭას, თუმცა ალბათ იქნებოდა გარკვეული აღმოჩენებიც, რაც ჩვენ დღეს არ ვიცით. რა შესაძლებლობა აქვს ამ რეგიონს და რა პროექტებზე არის საუბარი? მილამშვიდობისა, მოგახსენებთ ბატონმა დავითმა აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, ჩვენ ძირითადად ვიკვლევდით ტურისტულ პოტენციალს რაჭის და არა სამრეწველო და სხვა კუთხით პოტენციალს, რომელიც ასევე გააჩნია რაჭას. მუშაობა დაახლოებით სექტემბერში დავიწყეთ.
და რამოდენიმე მიმართულებით გავშალეთ ჩვენი სამუშაო და ამ მუშაობის შემდეგ ჩამოვყალიბდით და გამოიკვეთა სამი ძირითადი მიმართულება. ეს არის შაურის და და უწერის მიმართულება. ეს სამი მიმართულება ამ სამივეს აქვს თავისი მიმზიდველობა, უნიკალურობა, როგორც თქვა, ტბა მდინარებთან დაახლოებით ესეთი კონცეფციით. როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, პრობლემას ქმნის რაჭაში ზოგადად. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ აგვეწია რაჭის კომერციული მხარე. ანუ როგორც ასეთი რაჭის ბრენდული რაჭა როგორც ბრენდი. რო გავხადოთ რა უნდა მოვიფიქროთ ისეთი კონცეფცია, რომ რაჭა გავხადოთ როგორც რანაბიჯები უნდა გადაიდგას? რადგანაც ინფრასტრუქტურის მხრივ რაჭაში არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობა, გაზი, იგივე შორში არის სასტუმრო, თუმცა იქ ინფრასტრუქტურა მოსახლეობის დემოგრაფიაც თავის მხრივ ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მით უმეტეს კვალიფიციური სამუშაო ძალა ამ ბიზნესში. და შესაბამისად ინვესტიცია მძიმეა და ამ უგების პერიოდი ინვესტორისთვის ზოგადად ტურისტულ ბიზნესში არ მხოლოდ რაჭაში და საქართველოში ტურისტულ ბიზნესში ინვესტიციის ამოღების და უგების პერიოდი არის გრძელი. აქედან გამომდინარე ჩვენი კონცეფციით როგორც შაურზე ასევე შოუში სასტუმრო ტურისტული ცენტრებთან ერთად ჩვენი კონცეფციით შეიძლება გაკეთდეს თქვა ალპური შალეს ტიპის დასახლებები, რაც გარკვეულწილად სახელმწიფოსთან ერთად რა თქმა უნდა მიეხმარება ინვესტორს, რომ ეს ინვესტიციის უგების პერიოდი თქვა იყოს არა 20 წლიანი, როგორც ეს ზოგადად ტურისტულ ბიზნესში, არამედ შემცირდეს თქვა 10-12 წლამდე, ან კიდე უფრო ქვემოთ და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ კონცეფციაში. ასევე ფიქრობ თუ არა რომ მაგალითად რაჭის მიმართულებით საჭიროა კიდევ გარკვეული კვლევის ჩატარება და გაგრძელება თქვა ამ პროცესისა. თუ ეს არის უკვე დასრულებული და შეიძლება რომ ამ კვლევის მიხედვით დაიწყოს რეგიონის განვითარება. რა თქმა უნდა, კვლევა კიდევ დამატებით უნდა გაკეთდეს. საკუთარი მინიშნებებით შევიდა როგორც ვიცით. კი, მინიშნებები შევიდა, ბატონ დავითსაც ჰქონდა რაღაც თავის მოსაზრებები ამ ჩვენ კვლევასთან დაკავშირებით. აქ უფრო უნდა დაზუსტდეს ტექნიკური დეტალები, თორე ზოგადად კონცეფცია, ციფრები, ზოგადი მონახაზი ამ რა როგორ უნდა გაკეთდეს ჩვენს პროექტში უკვე არის. დასაზუსტებელია ტექნიკური დეტალები და არის იქ იურიდიული საკითხები, რომლებიც იგივე ეს მესაკუთრეები, მფლობელობა, მიწის და ასე შემდეგ სახელმწიფო როგორ უნდა იგივე მთის კანონი, რომელიც ახლა შევიდა ძალაში, ეს უკვე გავითვალისწინეთ ჩვენ ამ პროექტში, ვინაიდან ეს მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს უკვე ინვესტორს ბიზნესის განვითარების კუთხით რაჭაში. გასაგებია, ბატონო დავით, ძალიან საინტერესო თემა ახსენება ბატონმა ვანომ, დასახლებების გაკეთება, რაც არის ალბათ სერიოზული გრძელვადიანი პროექტი. ამ შემთხვევაში მაინტერესებს, როდი შეიძლება ამ პროექტის დაწყება და როგორ მოახერხებთ ინვესტორების დაინტერესებას, აი მე შეღავათებიც ხომ არ იქნება საერთო ჯამში, რომ განვიხილოთ, როდის დაიწყება ეს პროექტები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენ ისო შეღავათებს ვსაუბრობთ, გარკვეულად სერიოზულ გავლენას მოახდენს ჩემის აზრით ის კანონი, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო დაახსენეთ. ის კანონი ბუნებრივია საგადასახადო რეჟიმში გარკვეული ლიბერალიზაცია რეგიონში ახალისებს ბიზნეს ინვესტორებს რეგიონის განვითარებისკენ. მინდა გითხრათ, რომ რაჭას ყველაზე დიდი სირთულე ჩვენმა ზოგადმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუქმნა, იმიტომ რომ ის ორი დიდი გზა, რომელიც გადიოდა რაჭაზე, ეს არის მამისონის უღელტეხილით რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც იყო სერიოზული კარგი ვთქვათ ჩვენს მეზობელთან, ასევე ცხინვალის გზით რაჭაში მიმოსვლა ორივე გზა ჩაკეტილია და გარკვეულად ჩიხშია მოქცეული ეს რეგიონი. ამან სერიოზულად დიდი დარტყმა მიაყენა რეგიონის განვითარებას, მოსახლეობის მიგრაცია ძალიან სწრაფად განვითარდა სამწუხაროდ თვითონ ქვემოთ, რასაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეწინააღმდეგოთ და მაქსიმალურად კომპენსაცია უნდა გავაკეთოთ ამ პრობლემებს. რაც შეეხება დასახლებებს, ახლა თქვენ ბრძანეთ, აქ ცოტა სხვანაირადაა შეიძლება გაგებული. აქ საუბარი არა იმაზე, რომ ახალი სოფლები შეიქმნას ან ახალი დასახლებები, ნამდვილად არა. აქ საუბარია იმაზე, რომ იგივე შაურის ტბაზე შეიქმნას გარკვეული ზონა საკურორტო, სადაც იქნება სასტუმროები, შალეები, თუმცა ისევ ამბობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ის, რომ პროფესიონალი გამოცდილი
კადრები რაიონში არ არის, ამიტომ კადრები გარკვეულწილად მაინც მისაყვანი იქნება თუნდაც საწყის ეტაპზე. მეორე ის რომ კაცრი კლიმატია, მაინც ვთქვათ იგივე შაორზე იყოს საუბარი, ამიტომ ჩვენ გაფლა მაინც უნდა გავაკეთოთ 22 თვიან პერიოდზე, რომ მუდმივად ზამთარ ზაფხულ სეზონზე მუშაობდეს, ვთქვათ ეს საკურორტო ზონა და მაქსიმალურად ათვისებული იყოს ის წყლის რესურსი, რომელიც ასეთი ულამაზესი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს. ბატონო, სამწუხაროდ ბევრი დრო არ გვაქვს, ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს საჭის რეგიონში და თუმცა ამ პრობლემებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ, ძალიან მოკლედ ვთქვათ, განვითარების კორპორაციას გარდაქმნის პროცესი როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ახლა დავასრულოთ. როგორ თქვით, ეს პროცესი ზუსტად იმ გრაფიკით მიდის და შესაბამისად უკვე აი ამ დღეებში თვის ბოლოს ჩვენ გერმანიიდან KfW-ს დახმარებით უკვე გვექნება მიღებული საბოლოო ვარიანტი იმ პროექტის, რომელზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, კანონ პროექტს გულისხმობ, რომელიც თებერვლის თვეში იმედი მაქვს, რომ იქნება გავლილი როგორც მთავრობაში, ასევე შევა პარლამენტში და ვფიქრობ თებერვალ-მარტში პარლამენტი საკომიტეტო განხილვებზე უკვე მიიღებს კანონ პროექტს. კანონ პროექტის მიღებიდან ალბათ ჩვენ დაგჭირდება დაახლოებით 1-2 თვე იმისთვის, რომ საქართველოს განვითარების კორპორაციამ დაიწყო მუშაობა. ამასთან დაკავშირებით უკვე KfW გერმანელებმა გამოგვიყეს 6 მილიონი ევროს დახმარება, აქედან 1 მილიონი მოხმარდება სწორედ კადრების მომზადებას, სტრუქტურის დამუშავებას, job description-ების ეგრეთ წოდებული გაკეთებას და ასე შემდეგ, ხოლო 5 მილიონი იქნება მე უკვე პირველი ტექნიკური დახმარება და პირველი ნაბიჯები ამ ახალი ორგანიზაციის. ეს იქნება სამართალმემკვიდრე საპარტნიორო ფონდის, მინდა გითხრათ, ყველა ის პროგრამა, რომელიც აქამდე არსებობს საპარტნიორო ფონდში, ან რომელიც ეხლა მიმდინარეობდა დამუშავების სტადიაში, ეს დინამიურად აბსოლუტურად გადართული იქნება ყველაფერი უკვე კორპორაციაზე, ასე რომ ხელი არაფერს არ შეეშლება და პირიქით კორპორაციის პირობებში შეგვექნება ბევრად უფრო მეტი საშუალება, ბევრად უფრო მეტი ბერკეტები იმისთვის, რომ სერიოზული დიდი მნიშვნელოვანი პროექტები, ასევე რა თქმა უნდა სრული და განსაკუთრებით რეგიონებში მრავალი კორპორაციაზე საუბარი დავეხმაროთ ვეძალბეთ. საშუალება მოგვეცემა, დიდი მადლობა ბატონო დავით, ანუ ზაფხულამდე ეს პროცესი წესს უნდა დასრულოს. დავით საგანელიძე იყო ჩვენი სტუმარი, ასევე ვიდეოს მმართველი პარტნიორი ვანო ჟურნაშვილი, მადლობა მათ სტუდიაში პატრონატს უნდა ების ბატონ დავით ქართვისთვის. ახლა კი სანდრო